სოფლიო დაიპყრო AI-მ ეს ბოლო რამდენიმე წელია და დარწმუნებული ვარ შენს ბევრ რაღაცაში იყენებ. მაგალითად დავალებებში, სამსახურში, ყოველდღიურობაში, იქნებ გრაფიკული დიზაინერი ხარ და ახატინებ, იქნებ რაღაცაში რჩევა გჭირდება. და ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. და ქართველებს ზოგადად ყველაფერთან გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ AI-ს ვიყენებთ სულ სხვანაირად. რაც მე ამ სამყაროში ვარ, რაც ამ ქვეყანაში ვარ, დავამუღამე რომ ქართველები ვართ ერთ-ერთი ტოპ ტროლები. ახლა რა შუაშია ეს AI-სთან? მირაბდვალიშვილი არაფერ შუაში არა. შუაში სულ სხვა რაღაცა არის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რაზეც უნდა იღადაოს ადამიანმა, მე მაღიზიანებს. და დღეს შევეცდები რომ მეც ვიღადაო თქვენთან ერთად. არ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ, ჩემი ძალიან საყვარელი სიტყვები უნდა თქვა, ახლა 50,000-ზე ავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა შეგხვდებოდათ AI-ს ეს ფოტოები Facebook-ზე უეჭველი შეგხვდებოდათ და აქ არის მთავარი კომენტარები. ანუ კომენტარები არის ცალკე სამყარო, ცალკე პლანეტა არის. და მაინტერესებს ახლა თქვენი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. აჰა, ფოტო ერთი თვე ვიმუშავე ხელით, შემიფასეთ. ახლა კომენტარები რა იქნება? მაგარია, გაიხარო შენმა მარჯვენმა. ყოჩა ღარაჩვეულებრივი ნამუშევარია, მაგარია, მართლა რომ კარგია. ქართულიც არ ვიცით, ყველაზე ცუდი არის ეგ. ალიან მაგარია, ცოცხალი მეგონა. მოერიდე არ გიკბინოსო კომენტარებში ეგრევე. ოკეთესო ნამუშევარი, კიდე გაგვახარე ახალი შევაქმედებით. ალბათ გაგახარებთ, ალბათ მაგასაც ნახავთ და ზევი წერია რუსულად სუპერ. შემდეგ კიდევ ერთი ფოტო გვაქვს. ჩემი ძმისშვილის შედევრი, ხელით ნამუშევარი, 2 თვე. ხელოვნური ინტელექტი ეგრე გერათ ესავებაო და კომენტარებში ლამის ამისაც კი უწერენო, ცვეთში ეგრე არის, აი ძალიან ცუდია. სადა ეგ და თუ იყიდება მომწერეთ პირადში. 300 ევრო გადმოგზავნეთ და პოსტით გამოგიგზავნით და ძაჭყიანი ბრძანების გათლობთ ყურადღებისთვისო. ვაიმე ცუდადო. აჰა, კიდე ერთი შედევრი. 2 თვე ვიმუშავე ხელით, შემიფასეთ. 2 თვე რომ საქმე არ გაქვს და ასე ტყლებზე ატარებ. იქ უნდა მოკითხოს გასმა კარგი სტრეკი. არიქა, ბიჭო. სლავები ხელითითები რომ გამოგესახათ უფრო ზასულ სოფილად დავინახავდი. ალბათ ეგრეა. ალბათ მე არ ვიცი, მე არ მაქვს პასუხი. კაგი კია, მაგრამ ცოცხალ ხეს რას ერჩოდით? ყველაზე პრობლემა აქ ცოცხალ ხეს რას ერჩოდით არის. ნამდვილად, ალბათ. ვაიმე ხალხო, ვაიმე, ცუდად ვარ. ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ფიროსმანივით არ უნდა დატოვო. უყურადღებოდ. დიდებულია ყოჩა. სათვალეები არ გააქვთ. სათვალეები თქვენებს სჭირდებათ, თქვენებს. ანუ რა თქმა უნდა, ეს ყველა უმეტესად 45+40+ საზოგადოება არის. დაჟე ვერც გავამართლებ 40+ საზოგადოებას, მაგრამ როცა ღადაობი დებას რაღაცას და იცი რომელ აუდიტორიაზე გახვალ, იცი რაზე გახვალ, იცი რა მოყვება და ღადავ. ეს კარგი, ეს კიდე ისეთი ისაა რა, რომ არ გამოიწვევს ფატალურ შედეგს, მაგრამ ლამ ბავშვებო, ჩემხელებო, რაღაც, აი ვისაც ყავთ ბებოები Facebook-ზე, დედები, რომლებმაც არ იციან რა არის ხელოვნური ინტელექტი, არ იციან როგორ გაარჩიონ. მოთ გაარჩევინეთ, იმიტომ რომ ისეთი ეპოქა დადგა ახლა ხელოვნური ინტელექტის. ვერ გაარჩევ უკვე, ანუ ძალიან თუ დაკვირვებული არ ხარ, ვერ გაარჩევ. შეიძლება ვიღაცამ მოატყუოს, რომ შენ ხარ. ვიღაცა, ანუ ჩვეულებრივ ვიღაცა შეუძლია ჩემი ხმა მიიღოს, აკეთოს AI ვიდეო მაგაზე. არანაირი პრობლემა არაა. ყველაფერის გაყალბება შეუძლიათ, აბსოლუტურად ყველაფრის გაყალბება შეუძლიათ AI-ით. უბრალოდ უნდა დააფიქსირო, რომ AI-ია, უნდა დააგვირდე. ზოგჯერ მაგასაც ვერ ამჩნევენ, რომ AI-ია, იმდენად რეალისტურია. ბრაზდები რომ არ იციან. ვერც გავუბრაზდები, იმიტომ რომ არა მაგათი ისა, რომ უკვე სხვა პერიოდში იყო, მაგრამ ჩვენი ბრალია, ანუ ჩვენი ბრალი იმიტომ არის, რომ არ ვეუბნებით, არ ვასწავლით, ანუ არ ყვებიან ტრენდს. შეიძლება დღეს მოტყუდნენ ამით, მაგრამ ხვალ რაღაცა სქემაში გაებნენ. რაღაცა აი ესეც სასწაული ტყუილი მოუფიქრონ, რომ აი დაიჯერონ ან არ ვიცი, გაიშაროს ვიღაცა რა და ამიტომ ჩვენი მოვალეობაა ტრენდებს ავაყოლოთ, დიდები, უფროსები, არ დაგვიჯერებენ. ყურში რამე ეს ტრუბა ჩაუტენოთ და ყურში ველაპარაკოთ, არ მოგვისმენენ, ჩავზახოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, ოღონდ ეს არ გახდეს რაღაცა ძალიან დიდი მასიური თემა. თორე გადავებით ახლა ყველა იღადავებს ყოველთვის. საღადაო თემა არ გამოილევა. Red Bull გთხოვდა ამას სპონსორი. ამდენი ხანი გავიდა რა.
Red Bull-ს კი არავის არ დაუსპონსორებია. მეილი არის აღწერაში, ვინც დაინტერესდება, მოხარული ვიქნები, მომწერეთ, შემეხმიანეთ, ვიჩატაოთ. და იმაზე ვგიჟდები კიდე. ჩემი და სკაირის ვიდეო ვისაც აქ ნანახი ხელოვნური ინტელექტს რო გავაკეთე, სადაც მე და სკაირისი ვაწერინებდით იუთუბერებს ტექსტს და შემდეგ ეს ტექსტი გარება იმღერა, არ ვიცი, რაც გინდა დაარქვი. AI ჩავარდა ძალიან ცუდი ხალხის ხელში. ხო იცი ის რაღაცა TikTok-ზე უეჭველი შეხვედრიათ ისა. შეხვედრიათ და ხო 28000 პოსტი არის ერთ საუნდზე. იცი კონ კაცო მაგას არანაირი პრობლემა არ აქვს რაღაცეთ. რა მიშლის ნერვებს კომენტარებში რა ხდება ხოლმე, რა ხშირ შემთხვევაში. ივენთებზე რთავენ და რაღაცა რა. კომენტარებში წერენ ესო რომელი ჯგუფი მღერის ამასო რა. ესტრადის სიმღერა დააწერეს ესო რომელი ჯგუფი მღერის ამასო და კომენტარებში დაუწერენ ახლა. ბატონო ესო ხელოვნური ინტელექტი. ეცადი შედი დედა ხელოვნური და ისე ილონ მასკი დამჩიპე ბარემ შენი დედა შენი დედა. მაგაზე მეშლება ნერვები რომ ვერ გამო არ ჯერათ ბიჭო არ ჯერათ რომ ყველაფერი შესაძლებელი არის. ეგა ქართველობას გვარწევენ ამის დედა. გორ ვერ დავსკრინე, ოღონდ კარგა ხნით მაგ ზუსტად მაგ სიმღერაზე იყო რომ ვიღაცამ დაწერა რა ჯგუფიაო და არაო ბატონო ესო ჯგუფი შენი ხარო რას მასწავლიო ბიჭო ამასო აი ამ ქართულსო ბიჭო ქართულ ჩვენსო ბიჭო როგორ იმღერებს ხელო კომპიუტერი როგორ იმღერებს ჩემაც მაგაცმა ერთხელ მითხრა რომ საქართველო არის მიმების ქვეყანა რეალურად რო დაუფიქრდე ყველა ასპექტში მიმები გვაქვს რა ესტრადაში შოუებში პოლიტიკაში სპორტში დაუფიქრდით ანუ მე რაღაცა სხვა თვალით შეხედეთ ყველგან მიმია ყველაფერი არის ღადაობა აბსოლუტურად სერიოზული არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში ყველაფერი არის ღადაობა თქო არხი გამოიწერეთ ჩემირჩევა გაითვალისწინეთ არ წამოეგოთ ხელოვნურ ინტელექტებს ვაფშე არაფერს დააკომენტაროთ იმაში სოციალურ ქსელში იყავით ჩემნაირები არაფერზე არ ვაკომენტარებ საერთოდ არაფერზე არც YouTube ვიდეოებზე, არც TikTok-ის ვიდეოებზე, არც Instagram-ზე, Facebook-ზე, არც სად არაფერს არ ვაკომენტარებ საერთოდ. სულ რომ მომეწონოს ტიპმა მაგარი რაღაცა რომ გააძროს, აი ძალიან მაგარი რაღაც შედევრი დადო რა. TikTok-ზე ვარეპოსტ. ან გადავაზიარი რა და დავალაიქე. აუ რა მაგარი ხარ, შენ სიმრე ეგეთებს არ უწე ჩემნაირები. თქვენ პონჩი იყავით. და კიდე ამ კომენტარზე გამახსენდა ის ხალხი რა. აქედან მომბო, ძმაო ქრისტიან მართლმადიდებელი კაცი ვარ. და რატო ვამბობ ახლა ამას? სკროლავ ტელეფონს იმაზე გამახსენდა. სკროლავ ტელეფონს და აი რაღაცა არ მომეწონა. გინდაც რელიგიური დატვირთვით იყოს, გინდაც ისა, ანუ რატო უნდა ავდგე ბიჭო და კომენტარებში რატო უნდა დაუწყო ვიღაცას გინება. ანუ ნებისმიერ მომენტში აი სულ რაღაცა ცუდი გააკეთოს, აი ადგის და რაღაცა საშინელება, ანუ სასაცილო, აი კრინჯი გააკეთოს. არამორალური აი ცუდი რაღაცა გააკეთოს რატო უნდა ავდგე და ბიჭო არ მეზარება ნეტა მეტი საქმე არა მაგ ცხოვრებაში რომ დავდგე და კომენტარებში ვაგინო ვიღაცებს სურო სახე არ ვიყო არასოდეს გამიკეთებია რა ახლა კი ცნობილი ანუ წყალებში ბოდიში ვინმეს თუ გავუწევ მაგრამ ცნობადი სახე ვარ აი ჩემი ამოქეკვა და ამოგდება არის აი უადვილესი რა ვერავის ვერ დავემალები დამალვა რომ მომინდეს. მაგრამ მაგამდეც არ ვაკეთებდი ეგა გადაობა რომ აი ანუ სულ უსაქმური ვიყო რატო ბიჭო რატო უნდა ვაკეთებდე რატო უნდა ვაგინებდე ვიღაცას რა მით უმეტეს შენ თუ ქრისტიანი ხარ და მართლმადიდებელი ხარ და მორალებს უკითხავ ვიღაცას მართლმადიდებლობაზე და ბოლოს გახარ და რაღაცა უბრალოდ რომ არ მოგეწონება აგინებ კიცხავ და განსჯი არ ვიცი სახალხო გინება როდისაა გამართლებული საკითხი არ ვიცი მაგრამ თქვენი საქმის თქვენ უკეთესად იცით უბრალოდ იმ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში ვარ წერ გამახსენე უცებ ამომიტვირთო და ეს კარგა ხანია მე ამას ვაღადებ რომ ეს არ არის საჭირო ყველას გინება რა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო 50000-ზე ავიდეთ აუცილებლად ძალიან გთხოვთ მადლობა ყურადღებისთვის კომენტარებში დამიწერეთ რა გინდათ რა თემა დავფაროთ და რა გავაკეთოთ საერთოდ იმიტომ რომ ეს თვითონაც არეული ვარ ცხოვრებაში უკვე ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და ვინდა რომ ის საქმეები აღარ ვქოდეს და YouTube-ი ვქოდეს ისევ საქმე სპონსორი მჭირდება ასე რომ მეგობრებო რა ვქნათ ესეა ცხოვრება მოწყობილი კარგად იყავით